ბათუმის დინამოს მომავალზე იმჟელეს დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. საინიციატივო ჯგუფი კლუბის მოქმედ ხელმძღვანელობას, მენეჯმენტს უწუნებს და კრიზისის დაძლევის თავისეულ გეგმას თავაზობს. ვეტერანი ფეხბურთელები ამბობენ, რომ გუნდის ალტერნატიული დაფინანსების მოძიება შეუძლია და დეტალებზე სასაუბროდ დინამოს ამჟამინდელ ხელმძღვანელობას იწვევენ. დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საინიციატივო ჯგუფი გადავარჩინოთ ბათუმის დინამო კლუბის გულშემატკივრებსა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა ბათუმის დინამოში არსებული ვითარება მიმოიხილეს. როგორ უნდა მოხდეს სპონსორების მოძიება, გუნდის კვალიფიციური კადრები დაკომპლექტება და ფეხბურთელებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა. ამაზე საუბარს ისინი სურვილის შემთხვევაში გუნდის მესვეურებთან განაგრძობენ. არასწორი მენეჯმენტი არის ბათუმის დინამოში. ჩვენ გამოვასწოროთ ყველამ ერთად. ბათუმის დინამოს თამაშებზე და მოვიყვანოთ ხალხი და ის ძველი ტრადიციები დავაბრუნოთ. ჩვენ თაობას რაც დააკტა, რაც ვერ ნახა, ის და ის არ გამეორდეს. ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები ინვესტორებთან, რომელიც დაინტერესებული არის ამისათვის და არიან მზად, რომ ბათუმის დინამოში ჩადონ ფული. ჩვენ მზად ვართ და იყო შეხვედრა არსებულ ხელმძღვანელობასთან სათანამშრომლოთაც ვაფასებთ მათ მიერ გაწეულ საკმაოდ სერიოზულ სამუშაოს დინამოს გაჭირვებაში. ჩვენი მიზანია, რომ უფრო მეტი ყურადღება მიექცეს გუნდს თუნდაც ხელმძღვანელობის მხრიდან, რეგიონის ხელმძღვანელობის მხრიდან, გულშემატკივრების მხრიდან. პირველ რიგში რაც შეეხება მიზეზს თუ რატო ვარ ბათუმის დინამოს ხომაგი და ფან-კლუბის წევრი, ეს არის იმიტომ, რომ ბათუმის დინამო არის ჩვენი ქალაქის გუნდი და თითოეული ჩვენი მოქალაქისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს ახალგაზრდა თაობისათვის, რომლებიც ფიქრობ უნდა ჩაერთონ ამ პროცესში აქტიურად და მე მოვუწოდებ, რომ ყველა ბათუმელი შემოგვიერთდნენ, გამოყვნენ თამაშებს და უქომაქო ჩვენი ქალაქის კლუბს.